ეს არის კონდენსატის დაწრეტასთან დაკავშირებით ვიდეო. აი ამას ვერც კი მოიგონებ, რომ გინდოდეს. ეს არის რიმ რუდ ეს ბრენდი, რომელსაც ქოილის შიგნით აქვს აი ეს მეტალი კიდევ, რომელიც ეფარება კონდენსატის დრეინს. ეს ახლა წეგან ამოღებული მქონდა, რა თქმა უნდა, კარგად გავასუფთავე და პამპის გამოცვლაც დამჭირდა, მაგრამ მისი ფუნქცია არის, რომ არ იწვეთოს კონდენსატმა და სწორედ მაგიტომ დაამატეს ეს მეტალი, რომელიც იწვევს კონდენსატის გაჭედვას და საკმაოდ კარგათაც გაჭედვას. იმიტომ რომ თითქმის აი ეს აი ასეთი ასე თქვა ბაქტერიები, მოლდი, რაც არის გამოკრული იყო ბოლომდე. ფაქტიურად სავსე იყო აქ. რა თქმა უნდა, ეს ამოვიღე, გავასუფთავე ყველაფერი. შემდეგ ძმარიც ჩავასხი, რომ იქ დარჩეს ცოტა და ეს ძმარი ახლა რა თქმა უნდა პამპშიც ჩაიწრიტება, მაგრამ აი ასეთ უაზრობას კიდეც რომ გინდოდეს, ვერ მოიფიქრებ. იმის გამო, რომ ქოილი არ გაედიდებინათ სულ რაღაც 9 ინჩი ან 1 ინჩი, რომ მას თავისით ეწვეთა, აი ეს გაუკეთეს. ახლა გარედან დაიგება აი ასეთი კარები. სენსორის ადგილიც არა აქვს აქ, ალბათ გამოჭრა შეიძლება. სულ ეს იყო, ეს არის რიმის ასეთი პრობლემური ქოილი, რომელსაც ყოველთვის ექნება კონდენსატის დაწრეტის პრობლემა და როცა ასეთ სისტემაზე ვმუშაობთ, აუცილებლად უნდა ვნახოთ შიგნით. იმიტომ რომ აქ უკვე მეორეთა ვარ მე თვითონ და ეს საჭირო რომ შიგნითაც შევხედოთ ხოლმე.